კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას ახალ ამბებს ლევან წუწუნავა გაგაცნოთ. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში საქართველოს მთავრობის მეთაურს დუშანბეს აეროპორტში ამ წუთებში ელოდებიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი უმასპინძლებს. აუდიენციის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე აშუქებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება და მოგვიყვება უფრო მეტ დეტალს. ნუცა გისმენთ. ქართული მედია ახლა დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში ვიმყოფებით, სადაც საქართველოს დელეგაციის თვითმფრინავი სულ ცოტა ხანში დაეშვება. თავდაპირველად გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, საქართველოს მთავრობის მეთაურს ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაური დახვდება. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს საქართველოს დელეგაციას, მათ შორის დაგეგმილი არის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, როგორც გაფართოებულ, ასევე პირისპირ ფორმატში, რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, უკვე პრეზიდენტის სასახლეში პრემიერ-მინისტრს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი უმასპინძლებს, რის შემდეგაც უკვე მედიისათვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს დელეგაციაში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა, რასაც ეკონომიკური დატვირთვა აქვს. მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაზე ვისაუბროთ. ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი, იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში საჭიროა ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ასევე სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ასევე საინტერესოა ჩვენთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვიზიტი. ოფიციალური დუშანბე ახლა საქართველოს დელეგაციის დასახვედრად ემზადება. აქ ყველაფერი მზად არის, ცენტრალურ ქუჩებზე გამოფენილია საქართველოს დროშები. მადლობა ნუცა. საზოგადოების სეგრეგაციის მცდელობად შეაფასეს ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთებული ჩანაწერი გარკვეული პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. როგორც სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, მსგავსი ტიპის ანტიდემოკრატიული მიდგომებით ევროკავშირი სულ უფრო შორდება სადამფუძნებლო პრინციპებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ევროკავშირი ქვეყნების კატეგორიებად დაყოფის ინიციატივას ახალი წევრების მიმართაც იჩენს. ცნობისთვის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციით ევროპარლამენტი ევროკომისიას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს, თუმცა დოკუმენტში გაკეთდა ჩანაწერი, რომ შეზღუდვა NGO-ების აქტივისტებსა და გარკვეული მედია საშუალებების წარმომადგენლებზე არ გავრცელდეს. საზოგადოებასთან უცამიდიან, საზოგადოებას ყოფენ და თქვათ ახარისხებენ თავის მომხრეობა და სხვა. სახელმწიფოებთან უცამიდიან, სახელმწიფოებსაც ახარისხებენ. ეს ყოველდღე წარმოუდგენელია, ალბათ ევროკავშირის დამფუძნებელ ადამიანებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ განვითარების ამ ეტაპზე მივიდოდნენ ბოლოს. ეს არის სრულიად ანტიდემოკრატიული მიდგომები. თქვენ თუ ნეიტრალური ხართ, უკვე მტერი ხართ. ერთადერთი რომ დაიმსახურო მათი შეკება, მათთვის ეს პრივილეგიების მინიჭება და ესე უნდა იყოს მათი პირდაპირი ხაზის გამტარებელი. საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ რაიმე რაციონალური, რეალური შეიძლება ამოიკითხოს ამ დოკუმენტებიდან. ის ჩანაწერები, რომელიც გულისხმობს უვიზო მიმოსვლის საკითხებს, რომელიც გულისხმობს ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ორმაგ სტანდარტებს, ამ ყველაფერზე ჩვენმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს თავიანთი დასკვნები და მე მჯერა, რომ ეს პრინციპი ასეც შენარჩუნდება. აღარ არის ის დრო, როდესაც თითის დაქნებით შეიძლებოდა საქართველოს მიმართ საუბარი. ეს კონკრეტულად არის ანგარიშის ფორმით მიღებული დოკუმენტი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური ფასი არ აქვს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წამების არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტთან ალან მიჩელთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შალვა თადუმაძემ კომიტეტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს სისტემაში მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორების, ასევე საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის პირობებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ. მინისტრის მოადგილემ იმოიხილა ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას. პროკურატურის უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გენერალურმა პროკურორმა და მართლმსაჯულების გაძლიერებისთვის საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადვოკატთა ასოციაციის, სასამართლოს და პროკურატურის წარმომადგენლები. განხილული იქნა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაზე მიღწეული იქნა საერთო შეთანხმებები, რაც საბოლოო ჯამში ზრდის მართლმსაჯულების ეფექტიანობას და ხელმისაწვდომობას. იხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის ნაწილობრივ გარკვეული კატეგორიის ხდომების დისტანციურად გამართვა და ასევე ელექტრონული ფორმით მტკიცებულებების წარდგენა. იმდენად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში თანამედროვე ელექტრონული სისტემები, მსგავსი ინსტიტუტების სწორი ფორმით დანერგვა ხელს შეუწყობს ერთი მხრივ უფრო ეფექტურ და სწრაფ მართლმსაჯულებას და მეორე მხრივ ხარჯების დაზოგვას. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის და სასამართლოს წარმომადგენელი და სამივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა მათი პოზიციები, მოსაზრებები აღნიშნული დისტანციური ხდომების როგორც დადებითი, ასევე უარყოფით კონტექსტში. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იემენის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები. ამჟამად არალეგალები მოთავსებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე. მათი პირადი საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხელოვნური ხმაური პოლიტიკურ ზედაპირზე დარჩენის მიზნით ასიაფასებს მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულ დაპირისპირებას, რომელიც თავმჯდომარის ცვლილებას უკავშირდება. ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ საკადრო გადალაგებით ამ პარტიის არსი არ შეიცვლება და საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებს. ცნობისთვის თინა ბოკუჩავას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის უფლებამოსილება ივლისის დასაწყისში ეწურებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა მის შემცვლელად ნანუკა ჟორჯოლიანი ყრილობამდე რამდენიმე კვირით ადრე დაასახელა. ბოკუჩავამ ჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გადაწყვეტილება Facebook პოსტიდან შეიტყო სააკაშვილი სპონტანურობასა და არათანმიმდევრულობაში და ადანაშაულა, თუმცა საბოლოოდ პარტიაში დარჩენა გადაწყვიტა. არავითარი ანტიპროპაგანდა არ არის საჭირო. მათზე კარგად, მათ ანტიპროპაგანდას ვერავინ ვერ გაწევს. აი უბრალოდ უნდა დაждდე და უყურო და უსმინო. ახსავსებით საკმარისია. ალბათ უკვე მოვეცდა კიდევაც საქართველოში ჩვენ მოსახლეობას და მაყურებელს, რომ ამათი რაღაცა სერიალები სხურება გააგრძელონ, რომელიც აი მართლა ყველაფრისგან დაცლილია. ეხლა მოიყვანო ნანუკა ჟორჟოლიანი და საზოგადოებაში შესთავაზო როგორც რეფორმის გამტარებელი და როგორც რაღაც ახალი ტალღა, უკვე სასაცილოც აღარ არის. ერთი თავმჯდომარე მეორე თავმჯდომარით შეიცვლება, ერთი რადიკალი მეორე რადიკალით ჩანაცვლება, ამ ყველაფრით რეალურად იმის მიღწევა უნდათ, რომ როგორმე დარჩნენ დღის წესრიგში, რომ როგორმე პარტია ნაცმოძრაობა ჩანდეს ტელევიზიებში. მაგრამ ეს ყველაფერი არის განწირული წარუმატებლობისთვის, ჩვენმა ხალხმა კარგად გაითავისა თუ რა ძალასთან აქვს საქმე კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნის სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სოფელ ჭითაწყარის 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, სოფელ რუხში კი თანამედროვე სტანდარტების 100 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა შენდება. პროექტების ფარგლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკები, სამეცნიერო ლაბორატორიები, კვების სივრცეები, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახები, სპორტული დარბაზები, სათამაშო მოედნები და რეკრეაციული ზონები. მუნიციპალური განვითარების ფონდი მონიტორინგის მიზნით აგრძელებს რეგიონებში სამშენებლო ობიექტების მონახულებას. ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებოდი ჭითაწყარის და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაციის პროცესი და ვიმედოვნით, რომ ჭითაწყარის საშუალო სკოლა ახალი სასწავლო წლის სრულად იქნება მზადვა მოსწავლეების მისაღებად, ხოლო რაც შეეხება სოფელ რუხის სკოლას, წლის ბოლომდე დასრულდება სრულად სამშენებლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს სამრეწველო ინფრასტრუქტურის განახლება, მშენებლობის სამუშაოები. ორი სკოლა შენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჭითაწყარის და ნაწილაკოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჭითაწყარში 160 ბავშვზე გათვლილი, ხოლო ნაწილაკოში 100 ბავშვზე გათვლილი სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორი გახდა. მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტმა და მმართველმა პარტნიორმა მოაწერეს. დოკუმენტი მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროს მხარდაჭერას, ასევე საქართველოს ბუნებრივი და ეკოტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას. დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. ამ კუთხით დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას შორის. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ერთი მხრივ დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის კუთხით, მეორე მხრივ კი სექტორში ჩართული ტურისტული ოპერატორების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი მთავარი ფილოსოფია და ის სინერგია ეფუძნება საქართველოს ტურიზმისა და იმ ეკოსისტემის მდგრად განვითარებას და ვფიქრობ, რომ აღნიშნული პარტნიორობა პირდაპირ პასუხობს იმ საერთო სტრატეგიასა და გრძელვადიან ხედვებს, რაც ესე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკოსისტემისა და ტურიზმის დარგის განვითარებისათვის. შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ყოველწლიური შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი გადასცა, ფეხბურთელები კი მედლებით დააჯილდოვა. ფინალური მატჩი სამინისტროს აკადემიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მომსახურების სააგენტოს გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდმა მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა. უმბრის ლუვრად წოდებულ უძველესწმინდა პეტრეს ბაზილიკაში ბასიანმა ქართული მრავალხმიანობა ააშყრა. კონცერტი სახელმწიფო ანსამბლმა ფესტივალ Out of Season-ის ფარგლებში გამართა, რომელიც 1946 წელს დაფუძნდა და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუსიკალურ ფესტივალად ითვლება. ბასიანი იტალიაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება. ბასიანს ჰქონდა მართლაც გამორჩეული კონცერტი ამ ტურნეში, გამორჩეული იმით, რომ საოცარი ქალაქია, თვითონ ჩვენ უკვე მეორეჯერ ვართ ამ ქალაქში, საოცარი მსმენელი ყავს ამ ქალაქს და ვფიქრობ, რომ გამორჩეული რეპერტუარით წავსდექით მაყურებლის წინაშე. სახელმწიფო ანსამბლმა ბასიანმა იტალიაში, ქალაქ პერუჯაში, მართლაც შესანიშნავ ტაძარში, სან-პიეტროს ბაზილიკაში წარადგინა ქართული ტრადიციული ხელოვნება. ტაძარში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რაფაელის, კარავაჯოს, პერუჯინის საოცარი ნამუშევრები და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს იტალიაში, ქალაქ პერუჯაში, ამ საოცარ ტაძარში ერთმანეთს შეხვდა იტალიის და ქართული დიდი ხელოვნება. რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალი ქართული გრძელდება ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სცენაზე გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლები წარდგნენ. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში 70 ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა. კონკურსი ხვალ ქართული ხმების კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება. ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლობა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და ქუთაისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება. გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და მათ პროსტიტუციაში ხელს უწყობდნენ. ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ. მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ. მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ობიექტის ძირითად შემოსავალს პროსტიტუციით გამომუშავებული ფულადი თანხა წარმოადგენდა. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 254 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა. Then you make massage and after can do. Price, but maybe what 40 minutes, 200 lari. So there are 40 minutes. 20 წუთი რამდენი? 80 ლარი 20 წუთი. გააქვს რეზინა. ქეში თუ ბარათი? ქეშ? Massage. Massage in there. Okay. But this 150. In there. No, okay. No, can pay with car. Car, no. No car. No car. 30 minutes. Only massage. Nani. Solo. 20 minutes. 20. And No, says okay. I say what she. What says 1 hour 120. Massage. Oh. Have Cash or card? okay. His price 250 lari 1 hour and 45 minutes. Discount, please. Okay, 170 lari last price. How much? 170. How much today? How much today? The official. We should this no discount again. Because if Sorry? How is price? 1 hour 150 lari body massage, 40 minutes 100 lari angel massage. and 1 hour 150. No, 200 lari. 40 minutes 150. ასეთი იყო ახალი ამბები პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობა ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.